ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. საღამომშვიდობისა, მოგესალმებით ყველას, ვისაც შოუ-ბიზნესური სიახლეები აინტერესებს. თუ თქვენ გსურთ გაიგოთ, თუ რა საქმიანობდნენ, როგორ ცხოვრობდნენ და რა სიახლეებია ქართველი და უცხოელი ვარსკვლავების შემოქმედებაში, მაშინ შემოგვიერთდით. რადგანაც ეთერშია პროგრამა ინფორმატორი ლაილაისთან ერთად. როგორც იცით, გასული კვირა საკმაოდ დატვირთული და ემოციური იყო სტუდია მაესტროსა და მისი პარტნიორების ერთობლივი პროექტის თანავარსკვლავედის მონაწილეთათვის. როგორც იცით, ეს პროექტი, რომელმაც ქართველი ვარსკვლავები უნდა გამოავლინოს, პირველად ტარდება და საკმაოდ დიდი აღმოჩნდა ინტერესი და სურვილი მასში მონაწილეობისა. როგორც იცით, უკვე ჩატარდა პირველი და მეორე შესარჩევი ტურები და ჟიურიმ გამოავლინა ის კონკურსანტები, რომლებიც პროექტში მონაწილეობას მიიღებენ. თუმცა ერთად ნახოთ, როგორ მიმდინარეობდა ეს ყველაფერი. როგორც იცით, ზაფხულში მიმდინარეობდა პროექტში მონაწილე მსურველთაგან მონაცემების მიღება. დაგროვდა დაახლოებით 300-მდე კონკურსანტის მონაცემი. აქედან 20 კონკურსში მონაწილეობის სერიოზული პრეტენდენტია. პირველი შესარჩევი ტურის შედეგად გამოვლინდა 20 მონაწილე, რომლებსაც პროექტის ორგანიზატორები შეხვდნენ მერიის კულტურის სამსახურში. ორგანიზატორები თანავარსკვლავედის შევხვდით იმ მოცეულს, რომელიც შეირჩა წინასწარი მოსმენის შედეგად და აუხსენით, გავაცანით ყველა ის პირობა, რაც მოსალოდნელია უკვე განვითარებისთვის. ეხლა ვაკეთებთ ესე კენჭისყრა სავითმოვით უბრალოდ. აქ იმასაც გეტყვით, რომ მაესტროს ეთერში თქვენ შეგეძლოთ გაცნობოდით ყველა მონაწილეს, ვინც ოცეულში მოხვდა. რაც შეეხება კონკურსის მეორე ტურს, შესარჩევი ტური კლუბ ნოანოაში ჩატარდა, სადაც კონკურსის მონაწილეებს საუკეთესო პირობები შეუქმნეს იმისათვის, რომ საკუთარი შესაძლებლობები გამოევლინათ. კლუბ ნოანოაში ამის საუკეთესო ტექნიკური საშუალებებია. 6 წევრისაგან შემდგარ ჟიურის, როგორც ხედავთ, უკვე საიდუმლოს აღარ წარმოადგენს მათი შემადგენლობა, 20 მონაწილესაგან მხოლოდ ის 8 უნდა შეერჩია, რომლებიც მონაწილეობას მიიღებდნენ პროექტში და ექნებოდათ შანსი გამხდარიყვნენ ვარსკვლავები. ჟიურის მოვალეობა და ფუნქცია დამეთანხმებით იოლი ნამდვილად არ იყო. აქვე იმასაც გეტყვით, რომ იმის გამო, რომ ოცეულში შესული ერთ-ერთი მონაწილე ამ დროისათვის საქართველოში არ იმყოფება, კონკურსში 19-მა კონკურსანტმა მიიღო მონაწილეობა. ოცეულის ერთ-ერთი მონაწილე გოჩა ოჩიგავა არ იმყოფება, როგორც გაირკვა საქართველოში, ისწავლობს საზღვარგარეთ და აქედან გამომდინარე ის ავტომატურად გამოერიცხა კონკურსს და პრინციპში ჩვენ ჟიურის გადაწყვეტილებით მოხდა ისე, რომ არ ჩანაცვლდა, არ ჩავანაცვლეთ, იმიტომ რომ ბოლომდე იყო სამართლიანი და ბოლომდე დარჩეს ის, ვინც თავიდან შეირჩა. მე კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა უთხრა კლუბ ნოანოას საკმაოდ დიდი დახმარებისთვის. აქვე იმასაც გეტყვით, რომ სტუდია მაესტროს ეთერში პროგრამა ინფორმატორში თქვენ შეიტყობთ ყველა მნიშვნელოვან სიახლეს პროექტ თანავარსკვლავედთან დაკავშირებით. 9 ოქტომბერი აჭარა მიუზიკ ჰოლი. პრემიერა ქართველი რეპერის ლექსენის ახალი ვიდეოკლიპის და ალბომისა. შეიძლება ითქვას, რომ ამ დღეს აჭარა მიუზიკ ჰოლში ქართულ შოუ-ბიზნესში მოღვაწე თითქმის ყველა ცნობილმა ადამიანმა მოიყარა თავი. ვიდეოკლიპის სახელწოდებით ხელები მაღლა, რომელშიც მეორე მსოფლიო ომის კადრებია გამოყენებული, ძალადობის წინააღმდეგ არის მიმართული და მასში ლექსენი სწორედ ამ ძალადობის დამხობისაკენ მოგვიწოდებს. პირველ რიგში მინდა მიულოცო ლექსენს, შემდეგ მიულოცო ჩემ მეგობარს მამუკა ღლონს, ესეთი დიდი წარმატება და საერთოდ მე მივესალმები ამ აქციების ესეთი ფორმებით წარმოდგენას. ეს არის ენერგია მაგარი ლექსენი, ლექსენი რეპერი, მაგარი ლექსებით, ასე რომ უსმინეთ ლექსენს, ლექსენ მაგარია. ილოცავ კიდევ ერთ გამარჯვებას, ბრავო! არა, მნიშვნელობა ეს ლექსენი იქნება თუ ვინც არ უნდა იყოს, ჩვენ მუსიკა, ჩვენ კულტურას აგრძელებს. კიდევ ერთი ადამიანი, კიდევ ერთი ხმაწვილი და მე ეს მიხარია ძალიან. პატივსე მივესალმები მის მუსიკას, მის ლექსებს. ჩემს შვილებს ძალიან უყვარდათ ემინემი და ეს ძალიან
მიყვარს ლექსები. აქედან გამომდინარე, რაც ახალგაზრდობას მოწონს, ეს მას მივესალმები და ულოცავ მამუკა ბლონდს და ლექსებს. მაყოფილი ვარ, რადგან რაც იყო, რაც ნახა ხალხმა მიიღო აბსოლუტურად კარგად, დადებით და ძალიან გულღია და მოხარული ვარ. მადლობა ყველას ამისათვის. რეჟისორი ლევან ბზვანელი მუშაობს ახალ მოკლემეტრაჟიან ფილმზე სახელწოდებით სკამი. ფილმის მთავარი გმირი, რომელსაც ზაზა პაპუაშვილი ასრულებს, არის უსახლკარო, რომელიც შემთხვევით იპოვის სკამს. ფილმს იღებს ლევან ბზვანელი, ქვია ფილმს სკამი. ეს იქნება მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელსაც იღებენ ფირზე. პულივიზატორი მაიტანე? მაიტა შევღებო. რატომღაც როგორც სახიობი მოვეწონე, უბრალოდ არ სახიობაზე არ ლაპარაკი, როლი დიდი არ არის აქ არაფერი. ჩემი როლი. ეპიზოდური როლია. $1000 ვერ გავხდი. ბევრი ქართველი მსახიობია დაკავებული, ჩემგან განსხვავებით პროფესიონალი. მთავარ როლში არის ზაზა პაპუაშვილი და ფილმი არის, ამბავი არის ერთ ადამიანზე, რუსები რომ იტყვიან ბომჟზე, რომელიც პოულობს სკამს და ამ სკამის ამბავია რაღაც უჩინო და მდაბიო, როგორ ხდება ეს ყოყოჩი ადამიანი და მე ყველაფერი აღმოჩნდება, რომ ეს ყველაფერი თუნდაც მოხდა სიზმრში. მე ვთამაშობ ერთ-ერთ ძალიან აქტიურ ქალს, რომელიც დგას ამ რიგში და მოყავს ქმარი, რომ სამსახური უშოვოს. ესეთი ის არის და ძალიან კარგი სიტუაცია. ჩემი კოლეგები კვლავ გადაღების მოედანზე რო შევხვდით ერთმანეთს, გოგია ქავთარაძე, გოგა პიპინაშვილი, ჩემი უსაყვარლესი პარტნიორი ტრისტან სალარიძე და რა ვიცი, არ მინდა ვინმე გამომჩეს და ყველა კარგი განწყობა, კარგი სიტუაციაა და ნახოთ ფილმი რა გამოვა. როდესაც ასეთი კარგი სიტუაცია, ალბათ ცუდი არ უნდა გამოვიდეს წესით. გადაღები უკვე რამოდენიმე დღეა დაწყებული არის. ძირითადად გადაღები მიმდინარეობს აქ, ამ ტერიტორიაზე, სკოლის ტერიტორიაზე. და ეს მასიური სცენები, ძირითადად ნაწილი გადაღები მიმდინარეობს აქ. ბორჯომში დაიხურა მეოთხე ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალი ბროლის ნაძვი. წელს ამ ფესტივალზე გრან-პრის მფლობელი არ გამოვლინდა. ფესტივალის დახურვა ბორჯომ ქალაქობას დაემთხვა. სხვათა შორის ამავე დღეს გაიხსნა ქუჩის ბიჭების სახელობის უპატრონო ბავშვთა სახლიც. ანსამბლ ზიურის სამხატვრო ხელმძღვანელი გურამ ჯაიანი. ზევით მე ძალიან მიხარია რომ ეს ჩემს ქალაქში ხდება, ჩემს მეგობრების წრეში ხდება და მე ყველას გეფერებით უღმეს მადლობას ვუხდი. ჩვენ სტუმრებს აპლოდისმენტები გთხოვთ. იხსნება ქუჩის ბიჭების სახელობის ბავშვთა სახლი, უპატრონო ბავშვთა სახლი. მინდა გულისკივილი თქვა ერთი რამ, რომ სამწუხაროდ ცოტა ბავშვები იყო ამ წელს ისეთი, რომელიც თქვა ჩაითვლებოდა ძლიერად. აქედან გამომდინარე გრან-პრი
მე ვფიქრობ, რომ არავის არ ეკუთვნოდა და არც გავგვიცე არავის რა. სტეფანე თავის შემოქმედებაში იყენებს ისეთ კომპიუტერულ პერიფერიულ მოწყობილობას, როგორიცაა ვებკამერა და ამ პატარა ობიექტივის მქონე მოწყობილობით ვიდეო კლიპსაც იღებს. ყოველდღე ხდება ძალიან საინტერესო რაღაცები, ანუ ჩვენ გართობა ძირითადად სახში ხდება და მომივიდა იდეა იქიდან, რომ ეს კამერა უბრალოდ იდო ესე და ერთხელ მომინდა ჩართვა მუსიკაზე. მივხვდი, რომ თვითონ ვებკამერას მსოფლიოში მე რამდენადაც ვიცი, არ არის პრეცედენტი, რომ ვინმეს გადაეღო საერთოდ კლიპი ვებკამერაზე, იმიტომ რომ ალბათ აზერეთაც არ მოუვიდოდათ ეს კლიპი ფაქტიურად არაფერი არ დაჯდა, თუ არ ჩავთვლით კამერის გადასახადს, ხო? უბრალოდ ფაქტურა მომეწონა ძალიან და გავაკეთეთ ასეთი, მე ვფიქრობ საკმაოდ ორიგინალური კლიპი და დანარჩენს ალბათ მაყურებელი შეაფასებს. ამგვარაში თბილისში გასტროლებით ჩამოვიდნენ ბუდაპეშტის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტები ლალი კანდელაკი და ირაკლი ბახტაძე. მათ საოპერო სეზონი გახსნეს სპექტაკლით გედების ტბა. ბატონმა ზურამ თხოვა ბატონმა თემურ გუგუშვილმა ძალიან უნდათ რომ ეს სპექტაკლი როგორც სეზონი გამეხსნა და რა თქმა უნდა დავთანხმდი იმიტომ რომ მე ძალიან მიხარია ამ სცენაზე ცეკვა და ჩემი ხალხის წინაშე ოქტომბერს აჭარა მუსიკალში ქართული შოუ-ბიზნესის დიდი ნაწილი შეიკრიბა ჯაბა ქარსელაძის ახალი ვიდეო კლიპის პრემიერაზე. სიმღერას სახელწოდებით მაზეკ ართო ბადუაშვილს ეკუთვნის, ხოლო ტექსტი მანანა გურგენიძეს. ამ დღეს ჯაბას პერსონალური ვებგვერდის პრეზენტაციაც მოეწყო. მე შემიძლია ვთქვა, რომ არ ვიცი ხა რამდენად მართებულია ეს არ ვიცი, მე შედეგით ვარ გმაყოფილი. მე გმაყოფილი ვარ თვითონ მომღერლით, იმიტომ რომ ჯაბას, იცით მაყურებელმაც იცის, რომ სხვა სახით იყო წარდგენილი, სხვა კლიპების მეშვეობით მაყურებლის წინაშე და ამ კლიპით აბსოლუტურად სხვა ჯაბა ქარსელაძეა და. რა ძალიან ხმამაღლად რო ვთქვა, რომ ყველაფერმა გაამართლა, ესე ცხოვრებაში არ არსებობს და მე ვფიქრობ, რომ წარმატებული მაინც არის. პრეზენტაციამდე მართლა ძალიან მღელავდი, რაღაც სინაგანად ალბათ ეს სერიოზული ნაბიჯი იყო ჩემთვის თვითონ კლიპი, პრეზენტაცია და მღელავდი ძალიან. თუმცა კლიპის გაშვების შემდეგ ეს ხელო რაღაცნაირად დიდ სიამოვნებაში და ალბათ დიდ რაღაც კარგ ცნობაში გადაიზარდა.
7 ოქტომბერს კინოს სახლში რეჟისორ ოთარ ლითანიშვილის მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის ოტელოს პრემიერა შედგა. ფილმში კასიოს როლს მომღერალი დათო გომართელი ასრულებს. მე ვარ აბსოლუტურად კმაყოფილი და მინდა გითხრათ, რომ მას გააჩნია თავისი კონკრეტული აზრი, თავისი შედეგი, თავისი სათქმელით და ძალიან კონკრეტულია ფორმითაც. ამაში თავისუფალი ვიყავი, იცით, კონტრაქტის საშუალებით, ასე ვთქვათ, თავისუფალი ვიყავი. მთავარი იყო რაღაცა საყრდენი წერტილები, ეს იყო ცხვირსახოცი, დახრჩობა და რაღაც საცნობი მომენტები. დანარჩენში თავისუფალი ვიყავი და ამიტომ ვიფიქრეთ, რომ რაღა, ასე ვთქვათ, ლოგიკური იქნებოდა, რომ ეს თან ჩვენი ოტელო და დეზდემონა ახალგაზრდები არ არიან. მათი 10 წლის თავი არის ქორწინების, შვილები ყავთ და ამიტომ მათი, ასე ვთქვათ, ამ ამბავში ციხეში გაგზავნა და კვლელობა. მოკლედ ემილიამ აიღო თავის თავზე ეს ამბავი. ანსამბლი ივერია პრესკონფერენციას მართავს მოსკოვის სახელმწიფო ცირკში ქართული მიუზიკლის ჩხიკვთა ქორწილის წარმატებების შესახებ. ანსამბლი ივერიას ცნობილი მიუზიკლი ჩხიკვთა ქორწილი 1980 წელს დაიდგა. მას შემდეგ წლების განმავლობაში ქართველ და უცხოელ მაყურებლებში უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა. ჩხიკვთა ქორწილი შეიძლება ითქვას ისევ გაცოცხლდა. მხოლოდ ამჯერად ეს ბედნიერება რუს მაყურებელს ხვდა წილად. 23 წლის შემდეგ კომპოზიტორ ალექსანდრე ბასილაიას და ევგენი გინზბურგის ორიგინალური იდეა ცირკის არენაზე გაეცოცხლებინათ მიუზიკლი 25 სექტემბერს მოსკოვის სახელმწიფო ცირკში წარმატებით განხორციელდა. სწორედ ჩხიკვთა ქორწილით გაიხსნა მოსკოვის სახელმწიფო ცირკის სეზონი. მოსკოვში მეორე უდიდეს საკონცერტო დარბაზა რუსიაში მეორე კი არა პირველში. მე მხედველობაში ვიყო ისიც დიდი დარბაზია ცირკისა და ესეც დიდი ასაკუნო. როდესაც რუსიაში პიროსმანი იდგმება 20-21 იანვარ და იმავე დროს იდგმება ვერტაცის ცირკში ჩხიკვთა ქორწილი. ქართველი მსახიობები ღირსეულად შეცვალა რუსულმა დასმა. მიუზიკლში 107 მსახიობი მონაწილეობს და წარმოდგენა სრული ანშლაგით მიმდინარეობს. მოსკოველ მაყურებელს 6 თვის განმავლობაში საშუალება ექნება ის სიამოვნოს ჩხიკვთა ქორწილით. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.